სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა დიდ მარხვის დაწყების წინ ეკლესია სახარებისეული საკითხავებით გვამზადებს ამ დიდებული დღეებისთვის და გვახსენებს უფლის იმ ტკივილებს, რომელიც მან ჩვენთვის განიცადა. და კითხულობთ, ვცდილობთ გავიაზროთ, განვიცადოთ, რა მოხდა სამყაროში. სამყარო, რომელსაც ჩვენი გზნობის ორგანოებით აღვიქვავთ და სამყარო, რომლის ორგანულ ნაწილათაც აღვიქვავთ საკუთარ თავს და სამყარო, რომელიც არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დროის მდინარებაში შევჩერდეთ და გულისხმავყოთ თუ რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. და აი ამ სამყაროში, რომლის დინარება დროის არ ჩერდება თავის შესაბამისი ამ ქვეყნიური მოვლენებით და საქმეებით, რომელშიც ასე ჩართულნი ვართ ადამიანები და ვერ ვახერხებთ იმას, რომ შინაგანი სიმყუდროვე მოვიპოვოთ. შინაგანი სიმყუდროვე ის იქია, რასაც ქვია შინაგანი განმარტოება საკუთარ თავში უფალთან. იმდენად ჩათრეული ვართ ამ ყოველდღიურობაში. და ის რომ ჩვენ თქვათ რელიგიური ცხოვრება გვაქვს, თუ გვაქვს ასეთი, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრება გქონდათ იმათ, ვინც აი დღესაც წავიკითხეთ უფალს როგორ ექცევიან. რელიგიური ცხოვრებაც შეიძლება განვიხილოთ როგორც ამ ქვეყნიური ნაწილი, ამ სოფლის ნაწილი. ამას ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ისე როგორც თქვა ზნეობრივი ნორმები ადამიანში. ადამიანის პასუხისგებლობები თავის გადაწყვეტილებებზე. ადამიანის პასუხისგებლობები თავის გადაწყვეტილებებზე, სადაც მისი თავისუფლება მეტნაკლებად რეალიზდება. ზნეობრივი კანონი, რომელიც ადამიანში არის და ეს ყოველივე ესეც არ არის მიწიერი, კაცმარო თქვა, ცხოველს არ ზნეობა აქვს, ადამიანი რომ მარტო ბიოლოგიური არსება იყოს, არ ზნეობრივი ნორმები იქნება მასში და არც თავისუფლების რაღაც გარკვეული დოზით გამოვლინება და შესაბამისი პასუხისგებლობები. მაგრამ ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ეს ამქვეყნიურია. იმიტომ რომ თავისთავად აი ამ ყოველივეს მიუხედავად მათი ღვთაებრივი წარმომავლობის ადამიანის ამ სამყაროდან გაყვანა უფალთან არ შეუძლია. ასევე რელიგიური ცხოვრებაც. რელიგიური ცხოვრება ზუსტად ასევეა. ერთის მხრივ ღვთაებრივია ადამიანში, მაგრამ მეორეს მხრივ მას თავისთავად ამ სამყაროდან გაყვანა ადამიანის არ შეუძლია და იგი შეიძლება კვლავ ადამიანის კაცობრიობის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ. და აი ყოველდღიურობაში ჩაწნული იყოს აი ამ ყოველდღიურობაში, რომელ ყოველდღიურობაშიც უცებ მოდის უფალი, იბადება, იზრდება და მერე ასეთი ტანჯვით მოიკვლება. და ეს ხდება ისე, რომ პრაქტიკულად მას სამყარო ვერ ამჩნევს. მეტი შეუმჩნევლობა რაღა არის არსებას, რომელიც პიროვნულად სამყაროს შემოქმედია, იმდენად გაქვეებული გვაქვს გული და იმდენად ვერ ვამჩნევთ ადამიანები, რომ თავზე გადავაფარეთ, აი დღესაც ვკითხულობდით და სახეში ვცემდით. და ვეუბნებოდით, აბა ვინ დაგარტყა გვიწინასწარმეტყველე, შეხო წინასწარმეტყველი ხარ. ამაზე მეტი უგზნობელობა, მეტი რაღა შეიძლება იყოს. ანუ ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს საქმეებში, ჩვენს მიზნებში, ჩვენს პატრიოტიზმში, სამშობლოსადმი ზრუნვაში, ეს ყველაფერი გქონდათ ფარისევლებს, ჩვენს რელიგიურობაში და რელიგიური სიწმინდის დაცვის აი ამ საქმეებში მოდის
ადამიანად ღმერთი ცხოვრობს, ჩვენ რაღაც არ მოგვეწონა, მის დამი ბოროტებით განვიმსჭვალეთ, ცინიზმით მოვკალით, ანუ მოვიდა და გაიარა და წავიდა. და უდიდესმა უმრავლესობამ სამყაროში მისი მოსვლა ვერ აღიქვა და ვერ განიცადა და ვერ დაინახა. ეს უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში მის დამი ბოროტებით აღივსო. შესაბამისად ჩვენ ვიაზრებთ რა რომ არ აქვს მნიშვნელობა დღეს დაიბადე და მაშინ დაიბადე. რა განწყობა გაქვს შენ გულში იმის მიხედვით? განისჯები იმის მიხედვით, ხო, ხშირად ვამბობთ რომ ღმერთის ადამიანად მოსვლამ მოახდინა კაცობრიობის და თითოეული ადამიანის ლუსტრაცია. რა ხდება შიგნით? ამას სიმონ მიმრქმელი ამბობს, აი მირქმის დღესასწაულის წარგზავნაა დღეს და სწორედ ამას ამბობს, რომ ის არის მრავლის დაცემა და წამოდგომა. ანუ ქრისტეს მიმართ ხდება უკვე სწორება. ეს უკვე როგორ არის? ეს არის ერთგვარი საღვთო განგებულება, საღვთო კანონი, რაღაც ჩართული მექანიზმი საღვთო. ადამიანი რომელიც იბადება ამ სამყაროში, თუ მას ცნობიერება აქვს, რა თქმა უნდა. მას უკვე ამ მდგომარეობას ის ვეღარ აირიდებს, თუ ცნობიერება აქვს. ეხლა თუ ადამიანს ცნობიერება არ აქვს, ეს უკვე ღვთის განგებულებაშია. ეგრე ადამიანი ზოგი ადამიანი მუცელშივე კვდება დაუბადებელი. ღვთის განგებულებაა ეს. მაგრამ აი როცა ადამიანს ცნობიერება ეძლევა უკვე და როცა მას აქვს უნარი სიკეთისა და ბოროტების გარჩევისა, ხო, და რამას შემეცნება ეწყება. ყოველი ადამიანი მას ეს უნდა არ უნდა ქრისტიანულ სამყაროში დაიბადა თუ თქვათ არაქრისტიანულ სამყაროში დაიბადა თუ ათეისტურ სადაც არ უნდა არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს მნიშვნელობა. ის აი ამ პასუხისგებლობას ვეღარ აირიდებს. კერძოდ ის რომ რა მდგომარეობაშია მისი შინაგანი სამყარო, მას შეეძლო თუ არა ქრისტეს ცნობა თუ არ შეეძლო. რას იზავდა იქ იმ დროს. და რადგან უდიდესმა უმრავლესობამ ფაქტია რომ ვერ იცნო და არათუ ვერ იცნო შეიძულა, თუმცა აქ უნდა შენიშვნის სახით ითქვას რომ მე მრავალმა ვინც ვერ იცნო და ვინც ჯვარს აწუხყვირო და მე შეინანა ეს სახარებაშივე ჩანს, ანუ რაღაცა აქაც იმედი გვეძლევა რომ აი ერთჯერადი აქტი არ არის ცნობა არ ცნობა, შეიძლება ვერ იცნო, შეიძლება ჯვარსაც უიყვირო, შეიძლება აი პეტრემ თქვა მაგკაც არ ვიცნობ უღალატა, იუდამაც უღალატა, მაგრამ აი იუდამ არ გამოიყენა მოტრიალების შესაძლებლობა, უფლის წყალობა და პეტრემ გამოიყენა. ანუ ის რომ შენ თქვათ ერთჯერადად უარყავი, აქ კიდევ ყველაფერი დაღუპული არ არის, უფალი გაძლევს შესაძლებლობას კლავ და კლავ შეინანო და შეინანო სანამ თქვათ გააქამის შესაძლებლობა. მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი უნდა გაკეთდეს. და აი ამ ყოველდღიურობაში უფალი ისე მოდის და ისე გაივლის, რომ ჩვენ შეიძლება უგრძნობელები ვიყოთ მის მიმართ. დღევანდელ დღეს კი არა, აი ამ როცა ჩვენ ცოცხლობთ, აი აქ ამ სამყაროში. და ჩვენ ეს ყველაფერი რომ ვიცით და ყველაფერი რაც დაიწერა, ჩვენ სამუძღვრებლად თუ დაიწერა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ აი 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა ჩემთვის არაფერს ნიშნავდეს. ერთია გამოცდილება პეტრესი, იუდასი გნებავთ, დანარჩენი მოციქულების. ერთია გამოცდილება პირველი საუკუნის ქრისტიანების, მეორე საუკუნის ქრისტიანების და ასე შემდეგ და სულ სხვა არის 21 საუკუნის ქრისტიანის გამოცდილება, რომელსაც წესით ყველა ეს გამოცდილებები 2000 წლის განმავლობაში დაგროვებული, გააზრებული უნდა ქონდეს. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ არ შეიძლება წმინდა მამების თხუზულებების კითხვის გარეშე ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ქრისტიანები. და მე ეს გამოცდილება, უბრალოდ თეორიული გამოცდილება კი არ არის. უნდა წავიკითხო ყველაფერი, რომ გამოცდილებას ვეზიარო. არა, მე უნდა ვკითხულობ და სულ, მაგრამ აქ თავარი მაინც ეს თეორიული ცოდნა კი არ გროვდება, ესეც გროვდება, რა თქმა უნდა. მაგრამ მარტო ეს არ გროვდება. არსებობს მადლისმიერი გარდამოცემა აი ამ გამოცდილებისა და მადლისმიერ დაგროვებული ეს გამოცდილება. სიტყვიერად მე ამაზე მეტად ეხლა ამ ეტაპზე ვერ ახსნი, მაგრამ ვისაც ქონიათ შეხება ცოცხალ ტრადიციასთან და თქვენ მადლობა ღმერთს ამ სამრელოში ბევრს ქონია ამის გამოცდილება,
ამ შეხებითად გიგზნიათ, განგიცდიათ, რომ შეხებით, ამ ტრადიციასთან შეხებით თქვენ შეიძლება უცებ ისეთი რამე ისწავლოთ გულისმიერად, გონების გარეშე, რომ მე გაოცებული რჩებით. რომლის გამტკიცებას, რა თქმა უნდა, მე ჭირდება გონების დაწევაც, თავისთავად ცხადია. მაგრამ ეს გამოცდილება დაგროვილია, აი როგორც აკუმულატორში ენერგია რო გროვდება, რაღაც აი ესეთია. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია. რომ აი ეს რაც ხდება საღვთო ისტორია, რასაც დღეს ვკითხულობდით, რომ ჩვენს გულში იგივე არ განმეორდეს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხშირად ზღვარზე ვართ, უფლის ღალატის. ჩვენ ხშირად ზღვარზე ვართ, რომ უფალი ჩვენს გულში ჯვარს ვაცვათ. ჩვენ პეტრეს საქციელს ხო ძალიან ხშირად ჩავდივართ. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც საბოლოოდ ხდება ეს და მორწმუნე ადამიანი ეკლესიიდან მიდის და ურწმუნო ხდება. თავის ცხოვრების წესით ახლა ხმამალა თუ არ იყვირებს, ღმერთი არ მწამს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს შინაგანი მდგომარეობით ესეა. ადამიანი ყოველთვის ზღვარზე გადის, როდესაც მძიმე სასიკვდილო ცოდებს ჩადის. იმიტომ რომ შეიძლება ვეღარ მოტრიალდეს. და კიდევ უარესი სასიკვდილო ცოდებზე უარესი არის გულგრილობა. გულგრილობა, როცა ადამიანი ზერელეთ ექცევა თავის სულიერ ცხოვრებას და გულგრილობის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ეს გულგრილობა შეიძლება იდგეს, რაც საშნელი მდგომარეობა, ეს არის თავდაჯერებულობა. როცა ადამიანში ცეცხლი ქრება, აღარა აქვს ეს ცეცხლი. და მაშინ რა ემართება ადამიანს? რა ემართება და ეს ემართება, რომ ამ ყოველდღიურობაში უამრავი საქმე გვაქვს ჩვენ, ყოველდღიურობაში ჩვენი რელიგიურობა იცრიცება და თვალსა და ხელშუა გვიდინება. აღარ არსებობს. აი შაგრენის ტყავივით ნელა გვიქრება. თავიდან მოგვეცა ეს რაღაც ეს ტყავივით, ხო, რაღაც მოგვეცა და უცებ ნელა პატარავდება და ქრება ჩვენ თვალწინ. ჩვენ თვალწინ. არადა ყველას ეძლევა ნამდვილი, როცა ადამიანის ქრისტეს ღმერთობის წმენა ეძლევა, ყველას ნამდვილი ეძლევა. ამას ღმერთი გვაძლევს და იმიტომ ის არ შეიძლება იყოს დამახინჯებული. აი მაგალითად დღეს წავიკითხეთ იუდა მოციქულის ეპისტოლედან აი ესეთ რამეს ამბობს, რომ საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება თავის მოწაფეებს მიმართავს. იღწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცათ წმინდანებს. ანუ ვინც ქრისტიანია. და ის წმენა მათ მიეცა და ჩვენს მოგვეცა სიტყვითაც, მათ მიერ რომ გავიგეთ და მადლის მიერათაც. ანუ ვიღწოდეთ იმ რწმენისათვის, იმ რწმენის შენახვისათვის, იმ რწმენის გადარჩენისათვის, რომელიც მათ მიეცათ. ვის მათ? მოციქულებს, აქ ლაპარაკია მოციქულებზე, ქრისტეს უშუალო მოწაფეებზე და საიდანაც დაიწყო ეს ტრადიცია გარდამოცემის. იმიტომ რომ და მე აგზელებს, ვინაიდან შემოგვეპარენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებათ რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. ანუ ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ საღვთო მადლს. რითი შეურაცხყოფენ? თავისი გულგრილობით, თავისი არასწორი დამოკიდებულებით. ეკლესიის ისტორიაში რომ გადახედავთ, უამრავ რამეს ნახავთ და გაიგებთ. დღეს რითი შეურაცხყოფენ ადამიანები, თანამედროვე ადამიანები, იმ რწმენას, რომელიც მოციქულებს მიეცა და მოციქულებიდან ჩვენ მოგვეცა. არა ჯანსაღი ცხოვრების წესით, ცოდვიანი ცხოვრების წესით და გულგრილობით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდაჯერებულობით, სიამაყით, ამპარტავნებით, ეგოიზმით და მოყვასადმი უსიყვარულობით. და ამის პარალელურად რომ ადამიანი თან ცდილობს რომ ქრისტიანულად იცხოვროს, ოღონდ ცდილობს არა სიღრმისეულად, არამედ აი ესე ზედაპირულად რელიგიური ცხოვრება. და თავისი რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისათვის იყენებს საღვთო მადლს, იყენებს ქრისტესადმი რწმენას, იყენებს ეკლესიის მადლმოსილ ორგანიზს და იყენებს საიდუმლოებებს, რომ თავისი რელიგიური გზნობები დაიკმაყოფილოს და ამიტომაც ამბობს იუდა მოციქული ეს ისკარიოტელი არ არის, ეს იუდა მოციქული არის უფალთან გაზრდილი ძმად წოდებული იოსების შვილი. ამიტომ ამბობს რომ უღმერთონი გარყვნილებათ რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ქრისტეს რეალურად. ანუ ადამიანი რომელიც რელიგიურ ზნობებს იკმაყოფილებს ეკლესიაში და მრავალი წელი ეკლესიური ცხოვრების მერე
ან ფანატიკოსად ყალიბდება, ან გულგრილ ქრისტიან ყალიბდება, ან საერთოდ საოცრებები შეიძლება ნახოთ ეკლესიაში, როცა ადამიანი 15, 20, 30 წელი შეიძლება ეკლესიაში იყოს და საოცრება შეიძლება. გამაოგნებლად რაღაც უცნაური რაღაცა შეიძლება ადამიანი გადაიქცეს, გარდა ქრისტიანისა ყველაფერია. ხო და აი ეს არის ზუსტად ამაზე საუბრობს, რომ ადამიანმა შეიძლება გარყვნილებად აქციოს თავისი რელიგიურობა და ამისათვის გამოიყენოს საღვთო მადლი და შეურაცხოს. ეს რომ არ დაგვემართოს, უნდა გავაცნობიეროთ აი ეს იგივე იუდა მოციქული რო ამბობს, რომ პირველი რწმენა, რაც მიეცათ მოციქულებს, აი იმ რწმენის შენახვისათვის უნდა ვიღწოდეთ და რა მიეცათ მოციქულებს. წმინდანებს რომ მიეცათ, რომ მოციქულებს რომ მიეცათ, ის რწმენა ერთხელ მიეცათ, ის რწმენა უნდა შევინახოთ, დავიცვათ და ვიღწოდეთ აი ამ ყველაფრის შენახვისათვის. რა რწმენა მიეცათ მოციქულებს? მოციქულებს, აი როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ მასთან ერთად ცხოვრობდით და ხელით ვეხებოდით. ანუ მათ მიეცათ ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობა და მათთვის მოციქულებისათვის რწმენა, ისინი ხო ძველი აღთქმის ადამიანები იყვნენ. მათ ხო ცოცხალი ღმერთი წამდათ, ხო მამა პაპის ღმერთი წამდათ. ხო ესენი ხო ურწმუნო ადამიანები არ იყვნენ. აი მათი რწმენა, ღმერთისადმი რწმენა დაკონკრეტდა იესო ქრისტეზე. და მათთვის აი ეს იახვე ღმერთი, ხო საბაოთ უფალი და ადონაია, დიადი ღმერთი დაკონკრეტდა იესო ქრისტე. და მათ მიეცათ შესაძლებლობა პერსონალური ურთიერთობისა ღმერთთან, რომელმაც მერე შემდგომ ქრისტეს ამაღლების შემდეგ გახსოვთ მარიამ მაგდალინელს რო არაძლებს შეხების უფლებას. აქ ყველასთვის სასწავლებელია. რატომ არ მისცა შეხების უფლება მარიამმა და იქვეუნება ჯერ მამასთან არ ავსულ ვარ. რა მნიშვნელობა აქვს მამასთან არ არის ასული? რა მოხდა რომ გაუხარდა მარიამს, შემოხვეოდა ხო? მკვეთრით აღდგარი დაინახა. რა მოხდა რომ აი ეს ერთგვარი ფამილიარული დამოკიდებულება გამოევლინა. ამით არაფერს არ დაშავდებოდა, იმიტომ რომ თომა მოციქულს ხო მისცა შეხების უფლება, რომელიც ნაკლებ ერთგულებას ავლებს ვიდრე მარიამი, მაგრამ თომას აძლევს. თუმცა იქ გარკვეული მოსაზრება იყო, იქ არც ჩანს ეხება თუ არა. უბრალოდ თომას სიტყვებით ველაპარაკება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უგრძალავს თითქოს და მარიამს რატო უგრძალავს? იმიტომ რომ აი ეს გულმხურვალ რწმენა, რაც მარიამ მაგდალინელს ჰქონდა, გულმხურვალ რწმენა სხვა მდგომარეობაში უნდა გადასულიყო და ამიტომ მომოს მე ჯერ არ ავსულ ვარ. და მე წმინდა წერილში მთლიანად ვიგებთ ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი სრულად განდიდება ჯერ არ მომხდარა. ღმერთის ადამიანური ბუნების სრული განდიდება სრული ხდება, როცა ის ამაღლდება, აღდგომის მერე ამაღლდება და დაждდება მარჯვენით მამისა. როცა ადამიანური ბუნება სრულად იტევს თაებრივ წიაღში მყოფობას, მაშინ სული წმინდა ღმერთი გარდამოდის, ხდება დაარსება ეკლესიისა და ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ ორგანული ნაწილი განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნებისა, რაც დასაბამს აძლევს ადამიანური ბუნების განხთობას და ღმერთი გარე ავტორიტეტიდან გადაინაცვლებს ადამიანის შიგნით და იერუსალიმი ხდება ჩვენ შიგნით და ღმერთი იწყებს ჩვენ შიგნით ცხოვრებას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს დღეს ახლა მირქმის წარგზავნა არის, მირქმის დღესასწაულში ვიმყოფებით ჯერ კიდევ და აი როდესაც ეს დღესასწაული ვიზეიმეთ, მაშინაც თქვით და რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ იქ დამთავრდა, ხო? ან წარგზავნის მერე დამთავრდება. ეს არის მუდმივი ხსოვნა ჩვენთან, რომ მთავარი რითაც ჩვენ აი ამ ყოველდღიურობიდან ამოვარდნილები უნდა ვიყოთ გარკვეულწილად, ამოვიდეთ ამ ყოველდღიურობიდან, რომ ამ ყოველდღიურობამ არ გადაგლისოს ჩვენში ეს წმენა. ერთადერთი საშუალება არის ის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ შენ შიგნით შეხვდე ღმერთს, მირქმას ხო შეხვედრას ნიშნავს. ერთ-ერთი ესეთი მოღვაწე თანამედროვე, რომელიც მრავალ ღირს მამასთან ერთად იზრდებოდა და მათ მიერ განისწავლებოდა, ესეთ რამეს ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება ყველაფერს აკეთებდეს გარეგნულად. იყოს საოცარი მოღვაწე, მარხველი, თეოლოგიურად განათლებული. ადამიანი შეიძლება დღე და ღამე ტაძარში იყოს და ყოველ დღე ზიარებოდეს. ადამიანი შეიძლება ყოველ ღამეს ათენებდეს იესოს ლოცვაში, მაგრამ თუ არ რეალიზდა ადამიანში წარდგომა
ღმერთის წინაშე, შიგნით. ანუ ეს ღმერთთან პიროვნული ერთობის ცდილობა რასაც ქვია. ანუ თუ ადამიანს არა განცდა, რომ სულ ღმერთის წინაშე დგას, ოღონ შიგნით, არა გარეთ, აი არამედ შიგნით, თუ ეს განცდა და ამ განცდაზე თუ არ ვარჯიშობს, ყველაფერი რასაც აკეთებს, არაფრის მომცემი არ იქნება, ყველაფერი იქნება წყალში ჩაყრილი. ღმერთი იმიტომ არ მოვიდა ადამიანად, რომ შენ უბრალოდ გარეგნულად რელიგიური ადამიანი იყო, წესებს ასრულებდა. ღმერთი იმიტომ მოვიდა ადამიანად, რომ შენ შიგნით დაეწყო მას ცხოვრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს არის საიდუმლოება, როცა ქრისტე ჩვენში ცხოვრობს. და ეს რომ მოხდეს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, როცა მას მიმართავ ლოცვაში. მამაო ჩვენო იქნება ეს თუ იესოს ლოცვა იქნება, თუ ნებისმიერი ლოცვა. როცა შენ ეზიარები, როცა შენ მასზე ფიქრობ, როცა შენ რაიმეს აკეთებ, განყენებულს მიწიერს, ყოველთვის უნდა გქონდეს განცდა, რომ შენ შიგნით უფალი გიყურებს, შიგნიდან გიყურებს და შენ გაქვს ყოველთვის შესაძლებლობა, რომ მის წინაშე იცხოვრო საკუთარი თავის შიგნით. და როცა ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და მით უმეტეს როცა თქვა ეზიარებით, როცა ვლოცულობ, ყოველთვის უნდა გქონდეს აი მის რომ მის წინაშე წამდგარნი ვარ. და ამიტომაც არის, რომ იესოს ლოცვა, გონებისმიერი ლოცვა, არის ამის ყველაზე ძლიერი მასწავლებელი. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, რომ ამის გარეშე ძალიან ძნელია რეალიზდეს ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. თუ ქრისტე ჩვენს გარეთ დარჩა, მაშინ ჩვენ გვექნება მის მიმართ დამოკიდებულება, როგორც გარეგანი ავტორიტეტისადმი და ჩვენ გვექნება მის მიმართ არა ჯანსაღი შიში. და ეს ნიშნავს იმას, რომ მასაც შეურაცხყოფთ ამით. კრეხელობა ეს, როცა მას ისეთ თვისებას ვანიჭებთ, რომელიც მას არ აქვს. და ამავე დროს ჩვენი რეალური მეტამორფოზა არ ხდება. ამიტომაც არის რომ ადამიანები აი იმდენი წელი არიან ეკლესიაში, მე რაღაც განსასწრელი ეწყებათ. თან ადამიანს როცა სანამ განსასწრელი არ აქვს, ვერ გზნობს. და შეიძლება არც ეთყობოდეს, რაღაც არის ხახარებული. როგორც კი რაღაც განსასწრელი მოდის, რომელსაც ადამიანური რესურსით ვერ ერევა და მე თქვა ესეთ ადამიანთან შეხვედრა და საუბარი გვიწევს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანს საერთოდ ცოცხალი რწმენის ნასახი არ აქვს და ადამიანი რა სუსტია, მისი ნერვული სისტემა როგორი სუსტია, როგორი მშიშარა, როგორი უსუსურია, როგორი დაუცველია და ყველაზე უბედურება ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციებს მისცემ, არაფერი არ შველის, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს. მაგრამ აქვს სამაგერო სიამაყე, რომელიც არ უშვებს არაფერ ჯანსაღ ღვთის სიტყვას მასში. და ეს რატომ არის ეს? იმიტომ რომ მასში ქრისტე არ ცხოვრობს. ქრისტე არ ცხოვრობს, ჩვენში ცხოვრობს ჩვენი სული, უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში, სადაც ჩვენი სულია, ეგ დემონური სულიც არის, იმიტომ რომ მხოლოდ ქრისტეს სული განდევნის მას და დემონური და ჩემი სული და დემონური სული გავს იმით, რომ ორივე ამაყი და ამპარტავანი. ასე რომ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს გავიაზროთ, თუ რა არის ჩვენი საკეთებელი, რომ არ შეურაცხყოფთ ის მადლი, რომელიც მოციქულებს მიეცათ, ის ცოდნა და ის გამოცდილება და რომ ჩვენი ცხოვრების წესით არ აღმოვჩნდეთ უფლის შეურაცხყოფელნი. მინიმუმ გულგრილობით, რომ გაიარა ჩვენს გვერდზე და ვერ მიხვდით და მაქსიმუმ მისი პირდაპირ ღალატით და ჯვარცმით. შეგვეწიოს უფალი და მოგვცეს იმ ბედნიერების განცდა, რასაც შიგნით მასთან შეხვედრა ქვია. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. Amin.